ქალაქში სავარაუდოდ უპატრონო ძაღლებს ხოცავენ, ლες კი ნაგავსაყრელთან ეგრეთ წოდებულ ბეიკერის ორმოში ყრიან. ფაქტის ამსახველი კადრები TV25 მოქალაქემ მიაწოდა, რომელიც საკითხზე საჯაროდ იმის შიშით არ საუბრობს, რომ პოლიციამ დაკითხვაზე არ დაიბაროს. Убитые, брошенные в черных пылках, что аრავინ არ დაინახეს, პარკებში ყრიან. ეს ვიდეო ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელის მიმდებარედაა გადაღებული. ვიდეოს ავტორის მტკიცებით ქალაქის ტერიტორიაზე დაჭერილ მიუსაფარ ცხოველებს ხოცავენ და ამ ადგილას მოწყობილ ეგრეთ წოდებულ ბეიკერის ორმოში ყრიან. მოქალაქის ინტერვიუზე დათანხმება იმის გამო ვერ შევძელით, რომ მას მუქარის ეშინია. მისივე ინფორმაციით მაწანწალად ძაღლები ნაგავსაყრელთან თეთრი მიკროავტობუსით ღამით მიყავთ. აგერ მეორე ორმო. იგერ მესამე ორმო. იგერ კიდე ორმო. თითქმის ანალოგიური მოსაზრება აქვთ ორგანიზაციაში, სადაც ცხოველთა უფლებებს იცავენ. თემურ ნაჭყებია მოქალაქეებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ბათუმის ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლებს ღამით მერიის დავალებით იჭერენ და თავშესაფარში მიყვანის გარეშე კლავენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სტანდარტების დარღვევაზე და დაუცველ ჰიგიენურ ნორმებზეც საუბრობს. მერიის უშუალო დავალებით ქალაქ ბათუმის მერიის რომელიღაც თანამდებობის პირის მიერ ევა უკანონოდ აღურის ცხოველების გადაყვანა მოქალაქეები აკითხავენ თავშესაფარს და უმეტესი 90% გადაყვანილი ძაღლებისა არ ხდება ცხოველების თავშესაფარში და ეს ცხოველების ლიკვიდაცია ხდება პირდაპირ ესე იგი ყოველგვარი ნორმების და სტანდარტების გარეშე. ბათუმის ნაგავსაყრელი ბოლო წლებია, რაც უკანონოდ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ტერიტორიაზე მოწყობილი ბეიკერის ორმოც უკანონოა. გარემოს დამცველი თვითმმართველობის ვალდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სატენდერო პირობებში კანონით არსებული რეგულაციებიც უნდა გათვალისწინებულიყო. რეალურად სევერს განახორციელა ის, რაც მას პირობაში მუნიციპალიტეტმა ჩაუტო. მუნიციპალიტეტის მიერ სევერ კომპანია სევერისთვის, რომელიც მოიჯარია, არ ყოფილა ჩადებული პირობა, რომ შეიმუშავებია, ესე ვთქვათ, შესაბამისობაში მოყვანის გეგმა და წარადგინა სამისოსთვის და განახორციელებია, განეიტრალება უარყოფილი გარემოსდაცვითი კომუნიკაციური ეფექტი. აქედან გამომდინარე, სევერის ბრალეულობას მე ვერაფერ შევხედავ. მას შემდეგ, რაც მოქალაქემ TV25 ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა მიაწოდა, ტერიტორიაზე კომპანია სევერის წარმომადგენელი მივიდა. ჯემალ გოგიტიძემ დაადასტურა, რომ ბეიკერის ორმო ნამდვილად მათ ეკუთვნით. მისივე მტკიცებით აქ მხოლოდ დაძინებულ ცხოველებს ათავსებენ. ამბობს, რომ ვიდეოს ავტორი პროვოკატორია. იყო მოსული ჩემთან, რომ და თქვა, რომ თქვენთან ხდება ეგრეთ კატების თქვენო წამოიყვანეთ კატაო, მოკალითო, ასეო ისეო და ძალიან გაღიზიანებული წავიდა ჩემგან. ჩემი ინფორმაციით შემოგზანებულია ეს ქალბატონი და აი ამ ქალბატონის მე ახლა ვერ ვიტყვი დარწმუნებით, მაგრამ ეჭვების ვარაუდით ვიტყვი, რომ არის აი ამ ქალბატონის გაკეთებული ეს. კომპანია სევერში ირწმუნებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს შესაბამისი დასკვნის შემდეგ აძინებენ. ვეტერინარი ასეთ გადაწყვეტილებას მას შემდეგ იღებს, თუ ცხოველი აგრესიასთან ერთად ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. წელს თავშესაფარში 600-ზე მეტი მაწანწალა ძაღლი შეიყვანეს. აქედან ევთანაზიას მხოლოდ 70 დაექვემდებარა. ვაქცეთ ყურადღებას აგრესიულ ქცევას. უპირველეს ყოვლისა, თუ აგრესიული ქცევა არ არის ჩარეული საქმეში, 80%-ში მაგ ცხოველებს არ ემუქრება ევთანაზია. შემდგომი ეტაპი, რამდენად მძიმედ არის დაზიანება და რამდენად დაზიანებები შეესაბამება სიცოცხლეს და ჯანმრთელ და ან ხარისხიან სიცოცხლესთან. 70-ის ცხოველის შორის ნაწილი იყო უკვე აგონიურ მდგომარეობაში შემოყვანილი. ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო, როგორც უწყებაში განაცხადეს, ეს ტერიტორია მკვდარი უპატრონო ძაღლების სამარხად ოფიციალურად არის გამოყოფილი. თემაზე ბათუმის მერიაში კომენტარი არ გაკეთდა. ამ წუთებში კი ევროპის მოედანზე აქცია მიმდინარეობს. ცხოველთა მოყვარულები ოთხფეხა მეგობრების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ და ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ქალაქში ძაღლები ხშირად იკარგება. ვარაუდობენ, რომ მას იჭერენ, კლავენ და შემდეგ პოლიეთილენის პარკით ორმოში ათავსებენ. აქციის მონაწილეებმა მოედანზე ძაღლებიც მიიყვანეს. ბრალდებას ბათუმის მერიაში უარყოფენ. სადაც ცხოველზე არ ზრუნავს საზოგადოება, იქ უკვე
ერთმანეთის ზრუნვაზე საუბარი ზედმეტია და ძალიან მეწინააღმდეგები ცხოველებზე ესეთ სულ სასტიკ და საშინელ მოპყრობას. ახლობით 10-მდე 15-მდე ძაღლი დავთვალე, რომელიც არის სრულიად ახალი, მათ შორის აღმოაჩინეს სისხლის კვალი ძაღლებზე. გავხსენი პარკი, შეკრული პარკები და ჩემი თვალით ვნახე სისხლის კვალი. როცა მე თავშესაფარის დირექტორს მკითხე, საიდან არის ეს სისხლის კვალები ძაღლებზე, ის დაიბნა, ვერაფერი ვერ მიპასუხა და ყველაზე მთავარი, თავშესაფარს ყველა ძაღლზე ანუ ერთი თვის განმავლობაში 70-მდე ძაღლი არის დაძინებული და უმრავლესობაზე უწერია აგრესიული ქცევა. როცა ვკითხე, როგორ განსაზღვრავს თავშესაფარი ძაღლის აგრესიულ ქცევას, მათ არ აქვთ პასუხი.